დიახ, პოლიცია უკვე 2 დღეზე მეტია ნივთიერმტკიცებულებებს ეძებს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე მის მიმდებარე პერიმეტრზე. მინდორში დადიან ახლა სამართალდამცველები და იქ ეძებენ სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც თან ჰქონდათ თავდამსხმელებს, როდესაც 16 წლის ბიჭს ჩაუსაფრდნენ და დაუცხრილეს ავტომობილი და ასევე ეძებენ მობილურ ტელეფონებს, რომლითაც ჰქონდათ კავშირი თავდამსხმელებს საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურთან, ელმურაზ მამედოვთან. სწორედ ეს ახალგაზრდები სახელდებიან ინფორმაციის გამტანად, ინფორმაციის, რომლებსაც ისინი ფლობდნენ, რომ ადგილობრივმა ფერმერმა დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთები გაყიდა და ჰქონდა საკმაოდ დიდი თანხა მას საცხოვრებელ სახლში და სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ დაუკავშირდა ელმურაზ მამედოვი ფერმერს და მოსთხოვა 200,000 ამერიკული დოლარის გაგზავნა მისთვის. ორი ახალგაზრდა არის დაკავებული, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ისინი გამოძიებას არ აწვდიან სრულ ინფორმაციას, სად გადამალეს მტკიცებულებები და სად არის მესამე თავდამსხმელი 39 წლის კაცი, რომელმაც სავარაუდოდ ქვეყანა უკვე დატოვა. გამოძიებო მოქმედებებს ატარებთ? არაფერს მოქმედებებს არ ვატარებთ, უბრალოდ მოძრავ ჩვენი სამოქმედო ტერიტორია და დავდივართ რა ყურადღებას. თუ იპოვეთ დანაშაულის ჩადენის არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი რაზე მელაპარაკებით. საერთოდ არ ვიცი რაზე მელაპარაკებით. საგამოძიებო მოქმედებებს არ ატარებდით? არა, მე არაფერს არ ვატარებდი, უბრალოდ დავდივარ სამოქმედო ტერიტორიაა ჩემი და რავი ვათვალიერე. მიწის ნაკვეთები ქონდა ბევრი და ერთდროულად გაყიდა ახლახანს. ალბათ ვინც ამის შესახებ გაიგო, იმან მიაწოდა ინფორმაცია კანონიერ ქურდს და ერთობლივად დაგეგმეს მერე ამ კაცის ტერორი. ეს სამივე ადგილობრივები არიან. ამბობენ, ერთმა ქვეყნის დატოვება მოასწრო. ყველაფერი თავიდან მოუშორებიათ, იარაღით და ტელეფონებით. ეძებენ ახლა. დიახ, გარდაბანში, სოფელ ვახტანგიში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტები უკავშირდებიან ადგილობრივ ბიზნესმენებს და სთხოვენ მათ დიდი რაოდენობით თანხას. ადგილობრივი ოპოზიცია საუბრობს დაუსჯელობის სინდრომზე. მხოლოდ თავდამსხმელების შუამავლების დაკავებით არაფერი იცვლება ადგილობრივებისთვის. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები გვაწვდიან, არის ის, რომ ახლაც ამჟამადაც არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც ტერორის ქვეშ იმყოფებიან, მათ მუდმივად შესდით სატელეფონო ზარები, მუქარი შემცველი ზარები, სადაც საუბარია თანხის დიდი რაოდენობით თანხის გამოძალვაზე, მოთხოვნაზე, მათ უკავშირდებიან სხვადასხვა უცნობი ნომრებიდან კრიმინალური ავტორიტეტების სახელით და სთხოვენ თანხას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიზნესმენები ვერ საუბრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ხმამაღლა ვერ მიდიან პოლიციაში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დაუსჯელობის განცდა და აქვთ შიში. არის გარდაბნის მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა. აღნიშნულ სოფელში სხვათა შორის 2 წლის წინას მოხდა მსგავსი სახის შემთხვევა, როდესაც გარკვეული სახის პირები ცდილობდნენ, რომ ფული გამოეძალათ ამა თუ იმ ბიზნესმენებისთვის. მსგავსი სახის შემთხვევა მაგალითად მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღალნოში, ალბათ გახსოვთ პირდაპირ მოქალაქეს შეუვარდნენ სახლში და ეზოშივე გადაუწვეს მანქანა. არაერთი პირი იქნა აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებული, მაგრამ ამ დაკავებებით არაფერი არ მთავრდება, იმიტომ რომ ამ ადამიანების უკან ჩვეულებრივად დგანან ის პირები, სავარაუდოდ რომლებიც ცნობილი არიან შს სამინისტროსთვისაც, მაგრამ დღემდე არანაირი სახის რეაგირება არ ხდება. მარტო რაღაცა ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჯარისკაცების მაგათი ფიგურების დაკავება და მაგით მორჩა, მაგრამ ეს კრიმინალი გრძელდება და გრძელდება. ყველაზე საშინელება ის არის, რომ არიან კიდე ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ზარალობენ დღესაც, მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებენ. კი ბატონო, ქვეყანა სადაც თვითონ პრემიერ-მინისტრი კრიმინალთან არის დაკავშირებული და მილიონობით ლარზე არის აქ საუბარი, გასაკვირი არაფერი არ არის. ამ დონემდე მოგვიყვანა დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, ზუსტად ამის გამო ხდება ეს დანაშაულებები, იმიტომ რომ თავს ჩვეულებრივად არც ერთი მოქალაქე გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მათ შორის არა მარტო გარდაბნის მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოს მოქალაქეები დღეს თავს თაცულად არ გრძნობენ. შინაგასაქვეთა სამინისტრო ეძებს 39 წლის მამაკაცს, რომელიც არის ერთგვარი შუამავალი ელმურაზ მამედოვსა და იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ელოდებიან ამ დრომდე სასამართლო პროცესზე გადაყვანას. ორი პირი დააკავა შინაგასაქვეთა სამინისტრომ 16 წლის არასრულწლოვნის ავტომობილის ჩაცხრილის გამო. მათ საკმაოდ მძიმე მუხლებით ედავება. შინაგასაქვეთა სამინისტრო 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მკვლელობის მცდელობის იარაღის უკანონო შეძენა
ქვანახვის მუხლები, ისინი ამ დრომდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, არ ასახელებენ ადგილმდებარეობას, სად იმყოფება მათი თანამზრახველი 39 წლის მამაკაცი ამ დროისთვის.